საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა რამდენიმე საერთაშორისო გამოხმაურებით გავხსნათ საქმე დილას პირველი პროლოგი. კიდევ ერთი დღე ტრადიციულ ევროპულ დემოკრატიაში, სადაც ოცნების პარტია სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა. ამის დაობაზე ლიტვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედამ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, მისი თქმით საქართველომ ან დემოკრატიის ახალი განსაზღვრება უნდა იპოვოს, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და მეგობარი აქტის ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები დგას სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით. შეერთებული შტატები დგას ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან, სალომე ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. უარყოფენ ჩინეთისა და ირანის რეჟიმის მარიონეტულ ინსტალაციას. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს, წელს უილსონი სოციალურ ქსელში. შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილტი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ხარვეზიანი არჩევნების შემდეგ რეჟიმმა დანიშნა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი. გადამწყვეტი ორთაბრძოლა საქართველოში რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტული პრეზიდენტი დანიშნა. სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღო და ცარიელი სასახლე დატოვა, წერს ბილტი. რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანია გაზპრომი მოლდოვას გაზის მიწოდებას 1 იანვრიდან შეუწყვეტს. გაზპრომის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეული არის მოლდოვას მიერ ხელშეკრულების დარღვევასა და დავალიანების დაფარვის დარეგულირებაზე უარით. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გაზპრომმა 28 დეკემბერს გაუგზავნა შეტყობინება მოლდოვა გაზს, რომ რეგულარულად არასრულებს ის მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებებს, რაც მისი პირობების მნიშვნელოვანი დარღვევა არის. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდვა იმოქმედებს იქამდე, ვიდრე გაზპრომი წერილობით არ აცნობებს მოლდოვა გაზს სხვა გადაწყვეტილების შესახებ. გაზპრომი კი იტოვებს ყველა უფლებას და მათ შორის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და მოლდოვა გაზისგან ზარალის კომპენსირების, ასევე ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან და არასათანადო შესრულებისათვის ჯარიმის გადახდას აღნიშნული არის გაზპრომის განცხადებაში. თავის მხრივ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გაზპრომის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო არბიტრაჟისთვის მიმართვა არ გამორიცხა, როგორც დორინ რეჩანმა სოციალურ ქსელში დაწერა. გაზპრომის გადაწყვეტილება ადასტურებს კრემლის განზრახვას ზამთარში დატოვოს დნესტრისპირეთის რეგიონის მაცხოვრებლების სინათლისა და სითბოს გარეშე. რუსეთი იყენებს ენერგიას როგორც პოლიტიკურ იარაღს, მძევლებად აქცევს დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობას, აღნიშნა დორინ რეჩანმა. მისი თქმით, მოლდოვის მთავრობა არ ცნობს რაიმე სავარაუდო ვალს, რომელიც საერთაშორისო აუდიტმა ბათილად ცნო. მისივე თქმით, ქვეყანა მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც კრემლის გადაწყვეტილების შედეგად წარმოიქმნება. მთავრობა გულდასმით გაანალიზებს სამართლებრივ ვარიანტებს, მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და კომპენსაციის მისაღებად კრემლის გადაწყვეტილებების გამო, რაც იწვევს ეკონომიკურ ზარალს და გავლენას ახდენს მოლდოვას მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, დაწერა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში. დავჩეთ ისევ ენერგეტიკულ ბაზარზე საერთაშორისო მიმართულებით და გეტყვით, რომ ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელის EstLink 2-ის დაზიანების გამო ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემა შეწყდა. ელექტროენერგიის ქსელური გადაცემის ფინური კომპანიის Fingridis ინფორმაციით მომხდარის დეტალები ჯერ უცნობი არის, თუმცა ესტონეთის ქსელის კომპანიასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გამოძიება უკვე დაწყებული არის და კომპანიაში არ გამორიცხავენ დივერსიასაც. ფინეთის მთავრობის განცხადებით, ინციდენტი ენერგომომარაგების ზღუდვას არ გამოიწვევს და ფინური მედიის ინფორმაციით კი რაიონში, სადაც კაბელი დაზიანდა, სულ 2 ჰონგ-კონგისა და კუკის კუნძულების დროშით მცურავი გემები იმყოფებოდნენ. ეს არ არის პირველი და მსგავსი შემთხვევა ბალტიის ზღვაში. 17 ნოემბერს შვედეთსა და ფინეთს, ხოლო 18 ნოემბერს უკვე გერმანიისა და ფინეთის დამაკავშირებელი კაბელიც დაზიანდა. 18 ნოემბერს კი შემთხვევის ადგილზე ჩინური გემი იმყოფებოდა, რომლის კაპიტანიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბოდიშს იხდის აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის რუსეთის საჰაერო სივრცეში დაზიანებისა და ჩამოარდნის გამო, თუმცა არ ამბობს, რომ ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი რუსეთია, წერს CNN-ი. პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა და ინციდენტის გამო ბოდიშს სატელეფონო საუბრისას მოუხადა. პუტინის განცხადებით, როდესაც თვითმფრინავი გროზნის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე გააქტიურებული იყო, რის გამოც თვითმფრინავმა აეროპორტამდე ვერ მიაღწია. დაზიანებულმა ხომალდმა ვარდნა აღმოსავლეთისკენ დაიწყო და ყაზახეთში ჩამოარდა. შემთხვევას 38 ადამიანი ემსხვერპლა, ჯერჯერობით არ არსებობს გამოძიების ოფიციალური პასუხი ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე, თუმცა წინასწარი გამოძიების შედეგები აჩვენებს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი სწორედ რუსული თავდაცვის სისტემის გააქტიურების გამო ჩამოარდა. პუტინს თავის განცხადებაში ეს არ უხსენებია. კრემლის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში პუტინმა მწუხარება გამოთქვა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. კრემლის ოფიციალური პოზიციაა, რომ გროზნის მოზდოკისა და ვლადიკავკაზის ტერიტორიებზე მოსალოდნელი იყო უკრაინული დრონებით თავდასხმა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კი ეს თავდასხმები გაანეიტრალა. აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც და მათივე ინფორმაციით საუბარში ილჰამ ალიევმა აღნიშნა აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება განიცადა. მთლიანად დაკარგა კონტროლი, გადამისამართდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტისკენ და მხოლოდ პილოტების პროფესიონალიზმისა და გამბედაობის წყალობით შეძლო ავარიული დაშვება. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟზე უამრავი ხვრელი იყო, მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ჯერ კიდევ ჰაერში ყოფნისას დაშავდნენ უცხო ნაწილაკებისაგან, რომლებმაც თვითმფრინავის სალონში შეაღწიეს, ხოლო გადარჩენილ ბორტგამცილებელთა და მგზავრთა ჩვენებები კი გარე ფიზიკურ და ტექნიკურ ზემოქმედების ფაქტს ადასტურებენ. საუბრისას ლიდერებმა განიხილეს ამ ტრაგედიის ყველა დეტალის სერიოზული ყოვლისმომცველი გამოძიებისა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაც და ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ავარიის მიზეზების გამოძიებისათვის, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა და ამასთან სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაწყებული საგამოძიებო პროცესი ჩატარდება აბსოლუტურად გამჭვირვალედ და საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება ინფორმაცია, ნათქვამია ილჰამ ალიევის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყაზახური ავიაკომპანია ყაზაქიარი და ისრაელური ავიაკომპანია რუსეთის რიგ ქალაქებში ფრენებს დროებით აჩერებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ბაქო გროზნის რეისს ასრულებდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ჩამოარდა. წინასწარი გამოძიებით კი გაირკვა, რომ აზალის თვითმფრინავ MBR-190-ის ჩამოარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა და თავდაცვის სისტემები, რომელიც გროზნის თავზე დრონების აქტიურობის დროს ესროლეს. BMG დაინტერესდა აპირებს თუ არა ფრენების შეჩერებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსეთში 3 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიაში BMG-ს განუცხადეს ჯერჯერობით ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობთ და ვაკვირდებით. ცნობისთვის Georgian Airways-მა რუსეთში ფრენები მას შემდეგ აღადგინა, რაც რუსეთმა საქართველოსთან ავიაემბარგო გააუქმა. დღეისათვის ქართული ავიაკომპანია მოსკოვში, ნოვოროსიისკისა და სანქტ-პეტერბურგში სხვადასხვა სიხშირით დაფრინავს. აქედან მოსკოვში ყოველდღიურად 3 ავიარეისი Boeing 727 ტიპის თვითმფრინავით სრულდება. სანქტ-პეტერბურგში კვირაში 2 ავიარეისი პარასკევობითა და კვირას ხორციელდება. ნოვოროსიბირსკშიც ფრენები კვირაში 2 სიხშირით ორშაბათობითა და პარასკევობით სრულდება. კიდევ ერთი ამბავი, რომელიც რუსეთსა და აზერბაიჯანს ეხება, ეს საიმიგრაციო პოლიტიკა არის. რუსეთი უცხოელებისათვის საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს და აზერბაიჯანი კი ამის საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისათვის სარკისებრ წესებს ამოქმედებს. საქმე ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლისას გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ. ახალი წესის მიხედვით კი იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში უვიზოდ შედიან, წლის განმავლობაში შეეძლებათ მხოლოდ 90 დღის განმავლობაში დარჩნენ. დღეს არსებული წესით კი უცხოელებს 90 დღის განმავლობაში ყოფნა მხოლოდ 9 წლის განმავლობაში შეუძლიათ. ახალი რეგულაცია ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურნენ აზერბაიჯანშიც და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბაქო
იწყებს და ამოქმედებს სარკისებურ წესებს უწყების ინფორმაციით კონკრეტულად თუ რა ცვლილებები ამოქმედდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ოფიციალური ბაქო უახლოეს დღეებში გაახმაურებს წერს ადგილობრივი მედია. გადავინაცვლოთ დასავლეთით ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მოუწოდა გადაავადოს ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვა, ვიდრე ის პოლიტიკურ გამოსავალზე მუშაობს. როგორც BBC იტყობინება, ტრამპის ადვოკატმა შესაბამისი იურიდიული დოკუმენტით სასამართლოს უკვე მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ტრამპი წინააღმდეგია TikTok-ის აკრძალვის და ითხოვს საშუალებას კაბინეტში მოსვლის შემდეგ თავად გადაჭრას არსებული პრობლემა პოლიტიკური გზით. საქმე ისაა, რომ 10 იანვარს უზენაეს სასამართლოში TikTok-ის საქმეს განიხილავენ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა სოციალური ქსელის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance TikTok-ის ამერიკულ მფლობელზე გაყიდვას ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაცია 19 იანვარს ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის მასშტაბით გაითიშება. მიმდინარე წლის აპრილში შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ ოფიციალურმა პირებმა TikTok-ს ბრალი ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში დასდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბრალდებას უარყოფს, კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ჩინური კომპანიის შვილობილი TikTok-ის ამერიკაში უნდა აიკრძალოს. საკანონმდებლო ცვლილებებს ხელს ჯო ბაიდენი აწერს. უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს შოუ ზიჩუს გასულ კვირას შეხვდა. სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ სამართალ წარმოების ეს საქმე უპრეცედენტოა და ერთის მხრივ სიტყვის თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომ ტრამპს მიაჩნია, რომ რადგან 20 იანვრამდე მისი მანდატი არ მოქმედებს, TikTok-ის აკრძალვის საკითხი უნდა გადავადდეს, რათა ახალ პრეზიდენტს შანსი მიეცეს საქმეს პოლიტიკური გადაწყვეტა მოუძებნოს. ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტობისას TikTok-ის აკრძალვას უჭერდა მხარს, როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, TikTok-ის მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 5 ნოემბრის არჩევნებში ახალგაზრდების ხმებიც მოიგო. რაც შეეხება უკვე რუსულ სოციალურ მედია Telegram-ს, ევროპაში ძირითადი ეს რუსული მედია საშუალებების Telegram არხები ამ დროისთვის არის მიუწვდომელი და ამის შესახებ თავად რუსული მედია წერს, დაბლოკილი იყო და არის RIA Novostisa და Izvestias Telegram არხები. ის მიუწვდომელი არის პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და იტალიაში. აღნიშნული არხებით კი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რუსული SIM ბარათით. ევროპული მობილური ოპერატორები კონტენტზე წვდომას არ უზრუნველყოფენ, წერს რუსული მედია. დანია გრენლანდიაში თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც გრენლანდიის დასაკუთრება და მასზე კონტროლი ამერიკისთვის აბსოლუტურად აუცილებლობას წარმოადგენს. დანიის თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ კოპენჰაგენი გრენლანდიის თავდაცვითი საშუალებების გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე მილიარდ დანიურ კრონს გამოყოფს. გავრცელებული ცნობებით, გამოყოფილი თანხის ოდენობა შესაძლოა 13 მილიარდ ევროსაც კი აჭარბებდეს. დონალდ ტრამპმა კვირას სოციალურ ქსელზე, თავის სოციალურ ქსელზე და პლატფორმაზე დაწერა, რომ ამერიკა გრენლანდიის დასაკუთრებას მთელი მსოფლიოს გარშემო ეროვნული უსაფრთხოების და თავისუფლების შენარჩუნების მიზნით შეეცდება. პასუხად გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ განაცხადა, რომ გრენლანდიელ ხალხს ეკუთვნის, მისი თქმით ქვეყანა არ იყიდება და არც არასდროს გაიყიდება. არ უნდა წავაგოთ ჩვენი ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ამბობს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი.